გახარ, დროზე წადი. ილიას იცოდე არ გაპატიებ. არ მეთმობი, როგორ გაგიშვა? მე ისედაც შენი ვარ. არაფერი შეიცვლება. შენი შვილი გარეთ ვიღაც ბიჭს ეკუღურება და შენ აქ მშვიდად იხარ. დაუჯერებელია ბებია. სიძე რა გინდოდა? ხომ გითხარით არ მომაკითხოთ. ბებიას ამრჩები მეთქი. არა, კიდევ კარგი რომ მოვედი ასია, კიდევ კარგი. საინტერესოა, ჩემი გულშემატკივარი როდის აქეთ გახდი? ხედავ ბებია რა უმადური შვილი ყავს. მოემზადე ახლავე სახლში მივდივართ. დედა მოახშავე მოამზადა. დავსყდე და მშვიდად ვისაუბროთ. მეთინი დღეს ძალიან გავგვინაწყენდა. ამას გარდა გაბრაზებულიც არის. შევეცადე მისთვის ამეხსნა, მაგრამ უნდა რომ შენგან მოისმინოს. რისი მოსმენა უნდა სიძე? რისი? რომ იმ მაწანწალასთან არაფერი გაკავშირებს, გასაგებია? რომ მივალთ ყველაფერს თვითონ აუხსნი. იმ ბიჭ შენთან დააწყებინე მუშაობა ოსმან. უზარმაზარი მაღაზია გაქვს. საბრალოს ხელფას არ უხდიან. უფულოდ როგორი ცხოვრონ. სიკეთე გააკეთე. ბებია სისულელეს ნუ ამბობ. რა იყო? რომ თხოვო სირცხვილია. თანაც ოსმანი უცხო არ არის. ის ბიჭი ძალიან მომეწონა, კარგი ყმაწვილია. მაგრამ ხელფასი არ აქვს. ხომ გესმის? დაუჯერებელია ამ გოგოს. შესაძლოა საზიძო ელოდება სახლში. ახლა ჭკუიდან არ გადამიყვანოთ. მორჩა, წავედით. მიდი, დაეხმარე. კარგი ბებია, კარგი მორჩა. წავიდეთ, დროზე. კარგად იყავი ბებია, ნახვამდის. კარგად იყავით, არ დამივიწყოთ, გამომიარეთ. ასიე. რა იყო ოსმან? მომისმინე. ზაფერს არ ვეტყვი იმ მაწანწალასთან რომ წაგასარი. კარგი? რომ ვუთხრა, კაცმა უთხრის, რას მოიმოქმედებს. იარაღი მუდამ თან დააქვს. როცა გაიგო რომ ილიასმა ძალით წაგიყვანა, ქუჩაში გამოვარდა და ძებნა დაიწყო. მოუკლავ, გაიძახდა. შეიძლება მართლა მოკლას. ის სულ არ მედარდება, მაგრამ ზაფერი ნამდვილად მენანება. მოკლედ განყოფილებაში რომ გითხრეს ყველაფერი რიგზია და ბები ამისთან წავიდაო, მხოლოდ ამის შემდეგ მოვახერხეთ მისი დატყნარება. ასე რომ გაითვალისწინე. ასიე, კარგად დაფიქრდი. ასიე, მომისმინე. ჯერ ახალგაზრდა გამოუცდელი გოგო ხარ. კაცებს არ იცნობ. შენ გონია რომ ყველა კაცი მამა შენის და შენი ძმისნაირია, მაგრამ არა. კაცები ტურებივით არიან. ასიე, დამიჯერე ტურებივით. ისინი ტკბილი სიტყვით გირევენ ტვინს, რომანტიკულ შეტყობინებებს გიგზავნიან და მერე უცებ მიხვდები რომ არასასურველ მდგომარეობაში ხარ. გვიანაცნობიერებ რომ შენ მიმართ არც ისეთი სუფთა განზრახვა ქონია. მე კი რას გთავაზობ? ბიჭი კი არა, ნამდვილი ოქროა. ამ ბიჭმა 2 დღის წინ დედმამა კასერიაში წაიყვანა და უკან დაბრუნდა. ბიჭს არ ეცალა და გული მაინც არ დაწყვიტა. გესმის? აი რა ბიჭია. ხედავ? არ მოვა, ძმაო. არ ტყუილად მაკავებთ. თანაც თავს ვეღარ დავიმცირებ. მეც მაქვს თავმოყარეობა. ცუდად ვარ. ამას ვერ გავუძლებ. ოქროს ლანგრით სიმდიდრეს ვთავაზობთ. არა. ასე არ დათანხმდება. აუცილებლად იტყვის უარს. არაფერი გამოვა. დედა, შენ და მამას შესანიშნავი ურთიერთობა გაქვთ. თქვენი 30 წლიანი ქორწინების შესახებ წიგნიც კი დაიწერება. ბედნიერი იქნება, დამიჯერე, ბედნიერი იქნება. შენ უჩაერები, ყველაფერი თავისით მოხდება. უფულოდ ვერ იცხოვრებს. სიყვარული უცებ გაუნელდება და ხელში რა შერჩება. რომ მოვა, ერთადერთ შეკითხვას დაუსვამ. მხოლოდ ერთ შეკითხვას. მერე კი თავს დავანებებ და მისი ცხოვრებიდან სამუდამ ვწავალ. კითხე ძმაო, კითხე. მალე მოვლენ. როგორც კი შემოვა, მედი და კითხე რაც გაინტერესებს. დაწნარდი, იმ არამზადას გამო ნუ ხარ დაძაბული. შეგიძლია არ ინერვიულო. ბიჭები ყველაფერს მოაგვარებენ. დღეს განყოფილებიდან არ გამოუშვებენ. და სანანია იქ რომ არ ვარ. განყოფილებაში რაღაც მოხდა და იქ მისვლა ხოლამდე ამიგრძალეს. თუმცა იმ ნაძირალას ხვალდილიდანვე მივხედავ. მაგას ვაჩვენებს ეს. დაიმახსოვრე ჩემი ნათქვამი.
შავ დღეს დავაყენებ. O zaman da göreceğiz. გამიჯერე. აი შეხედე, მოვიდნენ. Asiye, იმ ბიჭს შენგან რა უნდა და ნაგითხრა. ne konuşacak? თავარია ასიამ რა უთხრა, თორემ იმ ბიჭის ნათქვამი ვის აინტერესებს. ya da konuşmamış. İsmini Metin. Önemi yok. Önemli olan მოდი, პირდაპირ Asiye'nin თქვათ ne სათქმელი. konuştu. ასიე თავისებური გოგოა. ხან ასე იქცევა, ხან ისე, მაგრამ ჩვენი ასიე ჭკვიანი და წესიერი ადამიანია. ასე რატომ მოიქცა? იმიტომ რომ ჩვენს მეთინს პრობლემები არ შექმნოდა. Neden? ამისთვის კი როგორ მოიქცა? Belaya girmesini istedi. აბა, Ne yapmış? Dakika. ის არ ამზადა, იქაურობას გაარიდა და უთხრა: Çekmiş. "ეყოფა ჩემი შევიწროება. საქმრო მყავს და ჩემგან ნურაფერს ელოდებიო." ესე იგი რა გააკეთა ასიემ? მეთინი დაიცვა და თავისი პრობლემები თვითონვე მოაგვარა. Yani Asiye ne ჩვენი yapmış? მეთინი კი ნამდვილი ვაჟკაცია. Kendi işini kendi Ha. halletti. Şimdi კოჩახ, bizim Metin'de ხოლ ბრაზი maazallah, გაუმწოვდებოდა yani და deli რას იზამდა? gidip წავიდოდა და იმ ნაძილავას ცხვირპირს დაუმტვრევდა. ხომ ასია? ამის გამო კი პრობლემები შეექმნებოდა. არა ასიე, მართლა ჭკვიანი გოგოა, კოჩახ. ყოველთვის ასე უნდა მოიქცე. ქალმა კაცს უსიამოვნება ყოველთვის უნდა აარიდოს. ასიეთ სწორედ ასე მოიქცა. erkeğini სწორედ. სწორი ნაბიჯი გადადგა. melanetten Koçak uzak Asiye. tutacak. Yani sen დედა სეჰერ, sana da სასწაული ქალი ხართ. maşallah კოჩახ sen თქვენ. de öyle ასეთი ქალიშვილი რომ გაზარდეთ. გოგო კი არა. ნამდვილი ბრილიანტია. კოჩახ, ასიე. სოლად გამომყვები? Asiye? ასიე, ასიე. ბიჭმა შეკითხვა დაგისვა. რა თქმა უნდა, გოგოსთვის მოულოდნელი იყო. ცოტა უნდა დაფიქრდეს, არა? ჯანდება. ჩემგან რა გინდათ? რა? მასხლად ამიგდეთ? მე ხომ კეთილი განზრახვით მოვედი. Ya ben თქვენ კი რა გააკეთეთ? bunlarla gelmiştim ya. Allah müstahak. ღმერთმა დაგწყევლოს ასიე. ღმერთმა დაგწყევლოს. გამიშვი. გაიწიე. გამიშვი სიძევ. გამიშვი ყველაფერი თქვენს გამო მოხდა. Sen nereye kör olmaya sıcak? სად მიდიხარ, სად? ერთხელ მაინც დაელაპარაკე შვილს, როგორც მამა. მამასავით გივლიდით. ასე როგორ მომექცა? ნუ თუ ეს დავიმსახურე. ის გავაკეთედაც მამა თქვენმა არ გაგიკეთათ. როდის არ დაგეხმარეთ? ხელსარიელი სახში როდის მოვედი? სამაგიეროს ასე მიხდით? დიდი მადლობა. ოსმან წნევა აგიწევს. გეყოფა ოსმან, თუ ღმერთი გწამს არ გინდა. გამიშვი. ამ ყველაფრის შემდეგ შენი ნახვაც არ მინდა ქალბატონო იფეკ. შენ მოუსინდისო და შემარცხვინა. ჩემთვის აღარ არსებობთ. არც შენ და არც ერთი თქვენგანი. თქვენ გამო იმ ლაწერაკმა დამარტყა. ღმერთმა დაგწყევლოთ. ჯანდაბაში წასულხართ. ღმერთმა დაგწყევლოთ. ღმერთმა დაგწყევლოთ. ოსმან, ჯანდაბა გამიშვი. ოსმან. მის გამო მენგრევა ოჯახი. ღმერთმა დაგწყევლოს ასიე. İyi geceler. ძილინებისა ჩემო ლამაზო. Düşünüyor musun? საინტერესოა ჩემზე ფიქრობ?